უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. სიახლის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის 2026 წლიდან სწავლა უფასო გახდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით ახალი წლიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. ცვლილება არ შეეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, მათ სწავლის დასრულებამდე გრანტი შეუნარჩუნდებათ. ინიციატივა უმაღლესი განათლების მოდელზე გადასასვლელად სამართლებრივ ბაზას ქმნის, რაც 3 წლიანი ბაკალავრიატის სწავლებასა და 1 წლიან მაგისტრატურას გულისხმობს. სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ. უმაღლესი განათლების რეფორმას მართულ გუნდში დადებითად აფასებენ. ჩვენი მოქალაქეები ატყობენ იმას, თუ რამხელა ყურადღებას აქცევს ჩვენი ხელისუფლება განათლებას და ის განათლების რეფორმა, რომელიც დაანონსდა და დეტალური პრეზენტაცია იქნა ამისი ჩატარებული, როგორც უმაღლესი განათლება, ისე ზოგადი განათლება, ჩვენი საზოგადოება ნამდვილად გრძნობს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური რეფორმა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანი არის ის, რომ სულ რაღაცა 4-5 წელიწადში საქართველოში ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ ისეთი ხარისხის განათლება, როგორი ხარისხის განათლება შეუძლიათ მიიღონ განვითარებულ წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში ჩვენმა საზოგადოებამ ისიც მოისმინა, რომ კონკრეტულად ამ დარგში მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასების მატების, ასე ვთქვათ, გეგმაც არის განსაზღვრული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეც ხელს შეუწყობს კონკრეტულად ამ დარგში მომუშავე ხალხის მოტივაციის ზრდას და მთლიანად უნდა გარდაიქმნას განათლების სისტემა. ჩვენ რა თქმა უნდა ვაღიარებთ იმას, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა, ძალიან ბევრი პრობლემა არის, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ იმის საშუალება, რომ საქართველოშივე მიიღონ ისეთი ხარისხის განათლება, როგორი ხარისხის განათლება შეუძლიათ მიიღონ ძალიან წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გახდა შესაძლებელი, რომ სტუდენტებმა უფასოდ ისწავლონ სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში და ეს ყველაფერი მოიტანა იმ მშვიდობიანმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რომლის შედეგადაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება ბიუჯეტიც და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა სტუდენტს დაუფინანსოთ შესაბამისი სწავლა.